დილა მშვიდობის, გოგოებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მინდა რომ საკმეველი დავანთოთ. რამდენი დღეა არ დამიდია. წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას სიყვარულს, სიხარულს. იუსტიციაში მივდივარ დღეს. უნდა წავიდე ჩემ პირადობის პრობლემა უნდა მოვაგვარო აქ დავდე. პრობლემაა ეგ ნამდვილად და მოვაგვაროთ სანამ ისე იქნება რომ მე რა ვიცი ვეღარ შევძლებ ვერანაირ ტრანზაქციას გადარიცხვებს, გადმორიცხვებს, ფულის აღებას. ეს არის ნაძვისა. კიდეს ერთი თავიდან ახome ბოლი და მე ბოლი რო ჩაწყნარდება აღარ იქნება უკვე შეგვიძლია რომ იქაც გავიტან მოვედი ეს ალბათ ხამე გადმოიღეს და ჩაიდალიეს. იქ დავდგათ გოგო. და თუ შოკოლადი რამე დამიტოვეს საერთოდ ძალიან მაინტერესებს. კი, მაგრამ მუთი. აი ეს ესეც გადაφილია. ის ძალიან მიყვართ. ხილი და რძიანი ძალიან მიყვართ და ეს დაუტოვიათ. მაგრამ ეს მიყვართ. შავი შოკოლადი მიყვარს მე. როცა მაგა მომივიდა რა შოკოლადი. სკავრიცხებში და ეხლა მოვადუღოთ ტკბილი ყავა. საიდელი მამაკ საიდელი
ამჯერად მაქვს შემოღებული და ნახეთ როგორ უშლის ხეს. ამაზე ახლო მართლა არ შეიძლება გაზო. ისევ აი ამ ადგილზე ვაკიდებ. რა დავხდა. ესე. მოვურიოთ თორე კი არ იხსნება ხოლმე ეს შაქარი. იქ დავდიოთ დიეტსტარის. არეთევა. როგორ თამა? ხოდაიშ. ლომეთ, მანუშ. როგორ მიყვარს დილით ფუსფუსი გოგოებო, როგორ მიყვარს უმეტი არ შეიძლება თქვენთან ერთად. ძალიან. მზე გვენატება, მზეო, გამოდი. ნუ ეფარები გორასა. გამოდი მზეო, გვენატრები. ის რო არის ქათამაძის სიმღერა, ხო იცით, ისე მიყვარს თოლიები. ისე მზე, ისე ზღვა და ოცნება. გეძახი მოვდივარ, შორი გზა გველოდება, რანათელი დღეა, თითქოს სიზმარი ახდება, გული კი ლამაზი, სიყვარულით გათბება, საით მიფრინავენ თოლიები, გედა ცისკენ მიდიან და ბრუნდებიან ჩვენთან მე ისევ შესკენ გამოყვები სიყვარულის გზებს იმ ქუჩის ბოლოს მოლოდინი დგას. გოგოებო გუშინ ნატას მივწერე რომ ჩემ კომენტარებიდან გადავედი, ანუ და პასუხის სახით მივწერე რომ მითხარი მეთქი ბოტოქსის თერაპიას თმაზე სადაკეთებენ კარგად, თუ შენ მოგწონს, ანუ მისწავლა. ხო და ველოდები ნატა შენ პასუხს და რა ვიცი, თუ იცით თქვენ ვინც კარგად აკეთებს რა, აი მართლა კარგად ძალიან მინდა გულით. უნდა გავიკეთო, უნდა დავიწყო მაგის
ანუ გაკეთება რა 1000-ზე. იმიტომ რომ რას აღარ ვიკეთებ რა და მაინც არ მომწონს, მაინც გამომშრალია თმა, სიმძიმე აკლია და ეგ არის ზუსტად მაგისთვის. იმდენია. შეჭრა გადავიფიქრე, მიჩვენია რომ ეგ პროცედურა ჩავიტარო და თმა გამომიჯანსაღო. არა და დამწვარი არ მაქვს მე თმა. არც ცუდი თმა არ მაქვს გოგოებო. უბრალოდ რაღაცა წახმარება უნდა. კორონა ყვავილი რიმილი არ აქვს? რიმილი არ აქვს? შოკოლადებს. ალპენგოლცი აქვს რიმილი, 8 ხატია. ამას კორონა წერია და ყვავილი. ზედა ის სურათები? ხო. კრილად ეს ხო? კი. აუგუში რასაშინელი მომენტი. ღუმღერემზე გამოდი მეთქი და. როგორ უღერე? როგორ უღერე? ისე მზე, ისე სხვა. მე კიდე ახლა ოსური ლექსი გამახსენდა. რაღაც პატარა ფრაგმენტი მახსოვს. ვინც ოსური იცის ალბათ. მიდი თქვი. ნუ ის ერთი წინადადება მახსოვს. ბავშვობაში გაგონილი. ხოხ წუპაი ხურას კასტი. რას ნიშნავს იცი? მთის წვერზე მზე ამოვიდაო რა. ხოხე წუპაი ხურას კასტი. გამოიხედა მზემო. მთის წვერიდან. ხო, რო ამოდის. მაშ მზე მინდა. მზის გოგო ხარ, მზის გოგო. მეც ძალიან მაგრამ ზეში ძალიან კარგად ვარ. ეგ აღარ არის. ეს რეკლამა დამიტოვე. ხელისა და გზიანი ქრება. მე მგონი დია. ანტირეკლამა გავუკეთე სამფრინო შოკოლადს. ესე იგი სულიერად გვავსებ თუ რა. შენ და შენი მეუღლე ჟანაო და ეთი რამე პატარა და საინტერესო მაგალითი მოყვეთ ვიდეოური და გამოხნევებელი და დიდიც რო იყოს. თუნდაც ძველი აღთქმიდან, თუნდაც ახალი აღთქმიდან. რა საკითხზე ჟანაბა? რა ვიცი. რამე საკითხზე, არ ვიცი საკითხი. მასაიდან გაგახსენდა ახლა. მოყვეთ ხოლმე დილით. პატარა. ხო, უნდა იფიქრო, მაგრამ შენ ახლა მომზადებელი ხარ. რაც მე არა ვარ მომზადებული, არ ვიცი. პატარა რაღაცა ისტორია. ახალი აღთქმა ცოტა ისეთია, რომ ხო იცი,
და ესეთი გაგება უნდა და უფრო ძველიდან სულ ისტორია. რატო ახალშიც არის ისტორიები? აი მაგალითად იმას როგორ შეხედავ შენ და როგორ ახსნიდი, რომ ლეღვის მაგალითი რომ მოიყვანა ეს. ბოლო დროსთან დაკავშირებით. ლეღვის მაგალითი არ იყო. ლეღვის ხეს შეხედეთო? ხო. ხო. ლეღვის საინტერესო იცი რა იყო ჯერ ხო დასწევლა. ლეღვი. ნუ ეგ სხვადასხვა დროებში არის. სხვადასხვა დროებში იყო, მაგრამ მაინც საინტერესოა. ეგ სიტუაციაში არ ხდება. არა, ხო. ის მაგალითი მოიყვანა და ის რეალური ეგეცა თქვი. ნუ ის მოშივდა და რო არ ჰქონდა ზეთ. მივიდა რა ეგონა რომ აი რა მაგრაჩას ხო ადამიანი ხო იყო ის. ადამიანურ ბუნებაც ხო ქონდა ადამიანური. და ანუ მოშივდა ძალიან და რომ მივიდა და ვერ იპოვა დასწევლა ლეღვი. ხო. ზედაპირულად ეგრე ჩანს, მაგრამ ესეთი რაღაცა არის. კაცო ზედაპირულად ჩანს, თუ როგორ ჩანს დასწევლა ლეღვი. ხო, მაგრამ ამაში ის იყო. ამაში გამოაჩინა ადამიანის ბუნება იესო. მე ესე ვხედავ. როგორ არა? შეიძლება ისე გამწარდე, რომ ქშიოდეს ადამიანმა. ისე გამწარდე, რომ მართლა გულში დაიწყევლო რა. ჟანა. სანამ ადამიანები რაღაცას იტყობდნენ, გულში რო გაიფიქრებდნენ, პირდაპირ ეუბნეოდა იესო, რატო იფიქრებ გულში ასეთი რაღაცა? ხო, რატო დასწევლა დიახ. და თუ მაგდენი იცოდა გულში რა გაიფიქრა, ეხლა ლეღვზე თუ ლეღვი არის ესხა, ეგ არ ეცოდინებოდა. ხო, დასწევლა. ხო, მაგრამ გეუბნები ჟანა, მომისმინე. მის ღამში ნაყოფი არ გამოგეყოსო და იმ წუთში გახმა. ხო, ეს იყო იმის მსგავსი გაგრძელება, რაც სახარებაში წერია, რომ ყოველ უნაყოფო ხეს ჭრიანო და ცეცხლში აგდებენო. ეს იყო პარალელი. იმის გაგება იყო მოწაფეებისთვის, რომ ხეს ნაყოფი რო არა ქონდა, არ იყო მოსაწონი. ასევე ქრისტიანსაც თუ არა აქვს ნაყოფი თავის ცხოვრებაში. ქრისტიანობა ბევრს ასე მიაჩნია ჟანა, რომ უბრალოდ დაიბადა საქართველოში, მონათლეს ორი თვისა რო იყო და всё გახდა ქრისტიანი. მაგრამ შეიძლება უნაყოფო იყოს ასეთი ადამიანი, როგორც ქრისტიანი. ნაყოფები არ აქვს, ნაყოფი არის ქრისტიანული თვისებები და შენი ცხოვრების რო იტყვიან ეს მიმართულება. და თუ ეს ნაყოფები არ აქვს, აი მაგალითიდან რაც შენ გაგახსენდა, ხო, ფაქტიურად მიუღებელი აქვს ისათვის ასეთი ადამიანი, რომც ეწეროს რო იტყვიან შუბლზე ის რა ქვია, ქრისტიანი და ტატუები გაიკეთოს ჯვრების და ეკლესიები დაიხატოს, არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს, იმიტომ ეს უკვე უნაყოფოა, როგორც ქრისტიანი, როგორც ადამიანი. ნაყოფი არ აქვს. და ნაყოფი რა არის? ნაყოფი არის თვისებები. და ნაყოფი არის მოქმედება. როგორ იქცევი? როგორ ვლინდება შენში ქრისტიანობა? შენ უნდა იყო როგორც აი გამტარებელი, როგორც აი კაბელი რო არის დენის გამტარებელი, შენ უნდა იყო ქრისტიანობის და სულიერების გამტარებელი. თუ შენში ეს მუხტი არ არის, უნაყოფო ხარ ფაქტიურად. უნაყოფო ხარ. ხო. მაგალითად, ფარისევლები ეს ცნობილი საზოგადოება იყო პირველ საუკუნეში და იყვნენ ძალიან ვიზუალურად მორწმუნე ხალხი. ტანსაცმელი ცეცვად, სამღვდელოების ნაწილიც იყო ფარისევლები, როგორც სექტა იყო რა. ყველაფერი ქონდათ, შუბლზეც ნიშანი ქონდათ, სპეციალური ნიშნები ქონდათ ხოლმე ესეთ. ეს მაშინ ხო კვართები ეცვათ ეგრეთი დრო იყო ეგრეთი სტილი. და დაბლა ქონდათ ხოლმე ის ლურჯი ზოლები. ორი ლურჯი ზოლი ქონდათ, ეს ტრადიციული ისრაელის ის იყო სამოსი.
და დაბლა გქონდათ კიდე ფოჩები. აი როგორც ჯინს რო აქვს ხომ ჩამოშლილი, ხო იცი ესეთი. უბრალოდ ცოტა სვანაირი. ხო, ესეთი ფოჩები ქონდა სულ ბოლოში ამ სკვარტს. და ამ ფოჩებს კიდე უფრო აგრძელებდნენ, რომ ვითომ უფრო ტრადიციულად იმაშრებოდნენ. ანუ ყველაფერს გარეგნულად აკეთებდნენ, რომ ღვთის მოშიშები იყვნენ. ხაცეგრია. და იესო ქრისტე მერე პირში უთხრა, ზოგიერთი. რომ ვაი თქვენ ფარისევლებო, რომ შეთეთრებულ სამარხებსა გავხართო. გარედან ლამაზი, მაგრამ შიგნიდან რო იყვნენ დამპალი ძვლებით ახართ სავსეო. ანუ შიგნით სხვანაირები ხართო და გარედან კი შეფეთქილი, თეთრად შებათქაშებული საფლავები ხართო. არაფრის თქმელი იყო მათი ეს გარეგნობა. იმ შინაგანთან, რაც შიგნით ტრიალებდა მათ გულში. და როგორი გული გაქვს, როგორ უნდა გაიგო? აი იქნებ გგონია, რომ ძალიან კაი გული გაქვს და არა გაქვს კარგი გული. ეგ როგორ უნდა გაიგო ჟანა და უნდა სახარება წაიკითხო. და სახარება არის ქრისტიანული წიგნი და ნიმუში, იმიტომ არის, რომ ეს არის როგორც ინსტრუქცია. დია, იცი რა არის, ზოგსა გონია, რომ კარგი გული ნიშნავს, რომ დებილი უნდა იყო. გაიგე? დებილივით უნდა გიყენებდნენ, ანუ როგორც აი არ ვიცი, დებილი კი არა, შტერი რა, არ ვიცი რა. შტერი. არა და ბიბლიაში წერია, რომ გველივით გონიერნი იყავითო, დამტრედებივით უმანკოებიო და ეს არ ნიშნავს კარგი გული რო გაქვს, რომ შტერი იყო. არა, ეგ სხვადასხვა რაღაცა. ხო, ზოგს ეგრე გონია. იცი? და იმიტომ მაინტერესებს როგორ უნდა მიხვდი. აი მაგალითად ვიღაცას უჭის და გული დაგეწვა. ძალიან დაგეწვა. ესე იგი კარგი გული გაქვს. კი. ხო. რა არის იცი სწორი და არასწორის გარჩევა? ხო. ბუნებრივად ადამიანისთვის მეტნაკლებად ცოტა რთულია. რადგან ცოდვაში ვართ, რო იტყვიან ჩასახულნი, ცოდვილ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი, ადამისა და ევას შეცდომის დროს, როდესაც ღმერთს ჩამოცილდა პირველი წყვილი ჟანა. მათზე გადავიდა ცოდვა და ცოდვის შედეგი იყო სიკვდილი. მანამ სიკვდილი არ არსებობდა ედემის ბაღში. ეხლა მათ შეეძინათ კაინი და აბელი და შვილები და დღემდე მოდის ასე ხო გამრავლდა კაცობრიობა. მაგრამ წარმოიდგინე, რომ მაგალითად ტაფა გაქვს რა, პურის საწყობი ის ჟარონა, ყალიბი. და ეს ყალიბი, ვთქვათ, დაგივარდა და შეეღუნა კუთხე. და დარჩა ეს ყალიბი, ეს შეღუნული. ანუ ნაკლი აქვს უკვე. შიგეხლა ცომი რამდენიც არ უნდა ჩადო და გამოაცხო, რომ ამოიღებ ამ პურს ის ნაკლი კვალი, ტაფის ფორმისა, ყველას დარჩება. აი ასე გადმოვიდა ყველაში. ცომი ვერ გამოასწორებს. ხო, ყალიბი არის მთავარი. და ყველაში გადმოვიდა ეს ცოდვა, როგორც აი ყველა რამდენიც არ უნდა გამოაცხო ამ ყალიბში ეს კვალი აუცილებლად დარჩება. ხო და ჩვენ ასეთ მდგომარეობაში რო ვართ, გვიჭირს სწორი დავინახოთ, იდეალური, რადგან ნაკლი გვაქვს ჩვენ თვითონ და აღარ შეგვიძლია სწორად განსაზღვროთ. ამიტომ დაიწერა წმინდა წერილები, ღმერთმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ წერილობით მისცა ადამიანებს ინსტრუქცია, არა ზეპირ სიტყვიერად, რომ თაობიდან თაობაში ესე გადასულიყო, იმიტომ რომ ზეპირ სიტყვიერი შეიძლება დამახინჯებულიყო, ხალხს რაღაცა მიემატა, მოეკლო. ამიტომ წერილობით გამოთქმა როა, რომ ქაღალდს არ ავიწყდებაო, ხო იცი? ხო. იმიტომ გამოიყენა ღმერთმა წერილის სახით, რომ ჩვენ წავიკითხოთ და გავიგოთ ჩვენი გული კარგია თუ ცუდია. ანუ ის არის როგორც ინსტრუქცია, ტესტი. როცა ადამიანი სახარებას კითხულობს, ხან შეიძლება გიხაროდეს, ხან შეიძლება ტიროდე, ხან შეიძლება გული გტკიოდეს. ხო, აქედან ჩა. უამრავი ემოცია, შენი რეაქცია იმ სიტუაციებზე, რაც იქ არის აღწერილი. ზოგიერთს ეკარება, ახლოც არ მიდის. ხო და მაგიტომ არის ეს, რომ შენი გული ამით შეგიძლია დაინახო.
რანაირი გაქვს. ან რო გონია რომ კარგი ადამიანი ვარ, შეიძლება კითხვის დროს აღმოაჩინო რომ ნახე აქ ისე წერია რომ მე სხვანაირად ვიქცევი და მაგალითად როცა მარხულობთო, შედითო შიდა ოთახში ჩაიკეტეთო და იქ იმარხულიათო და მამაო დაფარულში ცხედავსო და მოგიზღავთ აი ამ მსხვერპლსო. ხო. თქვენ კი ფარისევლები ვით, ნუ იქნებითო. ქუჩის მოედნებში რო უყვართო ლოცვა და ღვთის განდიდებაო, რათა ყველამ დაინახოსო. ნახე, აი პატარა მაგალითია ისტორიისა, რომ შენ თავი დაინახო, რომ თქვა, როცა მარხულობ, ტრაბახობ, აი მე მარხვაზე ვარ, ესე ვარ, ისე ვარ, ისე მინდოდა და არავჭამ, ამას აფიშირებ თუ მართლა შინაგანად დაფარულს აკეთებ. შეიძლება ეხლა ეს კონკრეტული მოვიყვანე, მაგრამ უამრავია, ხო, სახარებაში სიტუაციები და შენ თავს დაგანახებს, როგორ მოქმედებ. სინამდვილეში რა არის კარგი და მოსაწონი და სინამდვილეში შენ რა გონია რა არის კარგი. ჩვენ გვაინტერესებს ღმერთის თვალში რა არის კარგი. რადგან ჩვენ ნაკლი გვაქვს, როგორც იმ ყალიბიდან, სწორი ხედვა აღარა გვაქვს, ფოკუსირება აღარა გვაქვს სწორი მიზნისკენ და ცოდვა რა არის ზუსტად. თარგმანში ცოდვა ნიშნავს მიზნიდან აცელას. ანუ სწორ მიზნით ვეღარ მიდის ადამიანი. ღმერთ ჩამოშორდა და მიზანი დაეკარგა სწორი ხედვა. ხო. ამიტომ გჭირდება ჟანა სახარებიდან ჩვენი ფოკუსირების გასწორება, კი. ხო. კი. სხვა ერთ-ერთი წიგნი ვერ დაგანახებს, კი. დაგანახებს რომელიმე წიგნი? რაღაც ნაწილობრივ არის ახლა ბრძნული წიგნები, რომელიც დაგანახებს, მაგრამ ბიბლიაზეა დაფუძნებული ეგეთი წიგნები. ხო. ნუ უძველესი წიგნები. მაგრამ ეს არის მაოძედონია მაგალითად. მსოფლიოში მეორე რეიტინგით ბიბლიის შემდეგ მაოძედონის ის არის ჩანაწერები. ბიბლია არის დაახლოებით 4 მილიარდ ნახევარ ეგზემპლარი დაბეჭდილი. ხო. და მაოძედონის 900 მილიონი მე მგონი. სხვა ამ ხელა ტირაჟით არც ერთი წიგნები არ არის დაბეჭდილი. მაგრამ სად 900 მილიონი და სად 4 მილიარდ ნახევარი. ბიბლია ძალიან იაფია, ხელმისაწვდომია ინტერნეტში ორთოდოქსი, ხო? გახსენით? ორთოდოქსი G. ორთოდოქსი G, ხო? ნახეთ. არის თანამედროვე თარგმანი, არის ძველი თარგმანი, ძალიან კარგი თარგმანია ახალი სხვათა შორის. საპატრიარქოს გვერდია. ხო. და ძალიან ხელმისაწვდომია, ვისასრული არა გაქვთ იმისიც, რომ დაუშვათ ბიბლია იყიდოთ, ინტერნეტი ყო დასაკვირდა. მაგრამ წიგნის სხვა არის. ხო. წიგნთან ურთიერთობა. იმიტომ არა გვაქვს რომ ისინი გადაუყარეთ. იმათ თარგმანი ჩვენ მოვიცილეთ. არა, ახალი აღთქმა მაქვს. ვიყიდე. თლიანი ბიბლია არა მაქვს. იქნებ ვიყიდოთ კია. ვიყიდოთ ბიბლია. აი რო დავლაგდებით ჯანა. ბიბლია და გიტარა გვინდა. ეს ძალიან მაგარი პარალელები არის. წავედით. წავედით გაკოცეთ.